რას ნიშნავს, როცა გეუბნებიან, რომ დაბალი ჰემოგლობინი გაქვს, რისი ბრალია და 5 გზა, რომელთაც შესაძლებელია ჰემოგლობინის დონის მომატება. დაბალი ჰემოგლობინი ნიშნავს, რომ სისხლში გაქვს ნაკლები ცილა, რომელსაც ჟანგბადი მიაქვს ფილტვებიდან ქსოვილებამდე. უმეტესად თითქმის 100% შემთხვევაში დაბალი ჰემოგლობინი ნიშნავს ანემიას. ან მდგომარეობა, როცა სისხლი საკმარის ჟანგბადს ვერ აწვდის სხეულს. და მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ჰემოგლობინი თითქმის ყოველთვის ნიშნავს ანემიას, ანემია ყოველთვის არ არის დაბალი ჰემოგლობინით გამოწვეული. მაგრამ ხშირად კი. დაბალი ჰემოგლობინის ნიშნებია, როცა ადამიანს აქვს დაღლა, სისუსტე, თაბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, ცივი ხელფეხი, გულის აჩქარება და ქოშინი, განსაკუთრებით დატვირთვისას. სიმპტომები ზუსტად ერთ რიცხვზე არ იწყება, რომ მაგალითად 11-ზე ჰემოგლობინი ჩამოვიდა და სიმპტომები დაეწყო ადამიანს, ასე არ არის, მაგრამ ძირითადად 8-დან 10 გრამ დეცილიტრზე იწყება სიმპტომები. სიმპტომები მსუბუქია თავიდან და 800 რო ჩამოცდება, მერე მნიშვნელოვანია და შეიძლება, როცა მნიშვნელოვანი დეფიციტია ჰემოგლობინის, ადამიანს ჰქონდეს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი. მსუბუქი ანემია ხშირად უსიმპტომოა, არ იწვევს დაღლას, საშუალო ანემიას უკვე სიმპტომები აქვს, ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ ელოდო ანემიის სიმპტომებს და მაინც ქოშინს, თაბრუსხვევას და გულისცემის აჩქარებას და მძიმე ანემიას, მანამდეც შესაძლებელია, რომ ჰემოგლობინი იყოს დაბალი. დაბალი ჰემოგლობინი ნიშნავს, როცა 12 გრამ დეცილიტრზე ქვევით ჩამოდის ჰემოგლობინის მაჩვენებელი ქალებში, კაცებში 13, კაცებს მეტი აქვს ჰემოგლობინი. ახლა ვთქვათ, რა იწვევს დაბალ ჰემოგლობინს. მთელ მსოფლიოში თითქმის 70% ჰემოგლობინის დონის დავარდნას იწვევს რკინის დეფიციტი. ხო, არის კიდე სხვა დაავადებები, მაგალითად ჰემოლიზური დაავადებები, მემკვიდრული დაავადებები, ტროპიკული დაავადებები, რომელსაც შეუძლია, რომ დაბალი ჰემოგლობინი გამოიწვევს, მაგრამ მათი წილი არის მცირე. უმეტესად არის რკინის დეფიციტი. ყველაზე ხშირად რკინის დეფიციტის მიზეზია მენსტრუაცია. ქალები მენსტრუაციისას კარგავენ სისხლს, სისხლში შედის ჰემოგლობინი, იკარგება ჰემოგლობინი და ჰემოგლობინის დონე მცირდება. მაშინ კაცებშიც ვიტყვით, რომ მაშინ კაცი საერთოდ რატო კარგავს რკინას. ზოგადად რკინას ორგანიზმი ადვილად არ კარგავს. ზუსტად ამიტომ არის, რომ კაცებში თუ დაბალი ჰემოგლობინია პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი ფარულ სისხლდენაზე. სისხლდენა სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ადამიანს ეშინიათ მაშინვე, რომ ეს არ იყოს სიმსივნე. მაგრამ არა, სიმსივნის გარდა სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს, შეიძლება წყლული იყოს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ვერ შეიწოვებოდეს რკინა, მაგალითად ცელიაკია ან სხვა ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მაგ შემთხვევაში შეიძლება შეწოვის პრობლემები. რკინის დეფიციტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია იგივე პიკას ეძახი, ეს არის, როცა ჭამის სურვილი გიჩნდება არასაკვები საგნების, მაგალითად ყინული, ცარცი, მიწა, ქაღალდი და ასე. ამ ნივთებს ადამიანები ჭამენ და ეს არის პიკის მაჩვენებელი. კაცებში როცა დაბალი ჰემოგლობინია, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემიდან ხომ არ არის სისხლდენა და ამიტომ ენდოსკოპია და კოლონოსკოპია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კაცს ხედავთ, რომ დაბალი ჰემოგლობინი აქვს, მაშინვე უნდა ვნახოთ, რითია გამოწვეული ეს, რადგან ეს არ იყოს ფარული სისხლდენა. ქალებში, როცა ჰემოგლობინი დაბალია, პირველ რიგში არ ვფიქრობთ ფარულ სისხლდენაზე, პირველ რიგში ვფიქრობთ მენსტრუაციაზე. თუ მენსტრუალური ასაკი აქვს ამ ქალს, რა თქმა უნდა, თორე თუ თქვათ, ქალი არის 60-65 წლის და ზევით და ჰემოგლობინი აქვს დაბალი, შეიძლება აქაც იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლდენა. ამ სისხლდენას რა იწვევს ახლა, ვინაიდან საშიშად ჟღერს სისხლდენა? შეიძლება გასტრიტის გამო, ეზოფაგიტის გამო, პოლიპები, სისხლძარღვოვანი ექტაზია, წყლული, ზოგჯერ არის სიმსივნეც. ნაწლავის ანთებითი დაავადებაც. ცელიაკიაც შეწოვას უშლის ხელს. შესაბამისად, თუ ასაკში დაბალი ჰემოგლობინია, ყურადღება განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ. შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს დაბალი ჰემოგლობინი, მაგრამ არ ჰქონდეს რკინის დეფიციტი. შესაძლებელია კაცებში მაგალითად ქრონიკული ანთებები, ქალებშიც რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაიდან ქალებში უმეტესად რკინის დეფიციტთანაა დაკავშირებული. ქრონიკული ანთებით დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაავადებებმა, ვიტამინი B12-ის დეფიციტი, ფოლატის დეფიციტი,
ჰემოლიზთან და ზვლის ტვინთან დაკავშირებული მიზეზები, ანუ არსებობს რა თქმა უნდა ბევრი სხვა მიზეზები, რომელიც ჰემოგლობინი დაბალია, მაგრამ რკინის ბრალი არ არის. ამიტომ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომლითაც შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ რა ხდება, ანუ ვერ წარმოიქმნება ჰემოგლობინი თუ რკინა იკარგება, ანუ თუ სისხლი იკარგება, ან იშლება, ან როგორ უნდა განვასხვაოთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ტესტი, რეტიკულოციტები. რეტიკულოციტები თუ მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი ცდილობს კომპენსაციას და ან სისხლდენაა, ან სისხლი იშლება. ანუ ერითროციტები იშლება და ამიტომ რეტიკულოციტები მაღალია, იმიტომ რომ ორგანიზმი ცდილობს, რომ ახალი სისხლის უჯრედები წარმოქმნას. და თუ რეტიკულოციტები დაბალია, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არის ან რკინა, ან B12, ან ფოლატი, ან ქრონიკული დაავადება, ან თირკმლის პრობლემა. ანუ რეტიკულოციტები მაღალი ნიშნავს, რომ სადღაც სისხლი იკარგება და მაგის შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვ, რომ სისხლდენა ხომ არაა სადმე და თუ რეტიკულოციტები არის დაბალი, ნიშნავს, რომ უბრალოდ რკინა არ აქვს ორგანიზმს, ან B12-ის დეფიციტია, ან ფოლატის დეფიციტი აქვს, ან რაიმე სერიოზული ანთებითი დაავადება. ეხლა შესაძლებელია ისიც, რომ რკინა იყოს დაბლა, ჰემოგლობინი ჯერ კიდევ იყოს ნორმაში. ესეც შესაძლებელია. ეს სიტუაცია ხდება ხოლმე, როცა არაანემიური რკინის დეფიციტი აქვს ადამიანს, ფერიტინი დაბალია, მაგრამ ჰემოგლობინი ჯერ კიდევ ნორმაში. ნუ ეგ დროის ამბავია. დროის ამბავია, თუ რკინა დაბალია, ჰემოგლობინი დროთა განმავლობაში ჩამოვა, მაგრამ არის ეპიზოდი, როცა ჯერ კიდევ ჰემოგლობინი ნორმაშია. ასე დროს ადამიანს შეიძლება კონდეს სიმპტომები, ისე დაღლა, თმისწვენა, ფრჩხილების სისუსტე, მსხვრევადი, არასტაბილური ფრჩხილები, ცივი კიდურები, ვარჯიშის აუტანლობა, ზოგჯერ მოუსვენარი ფეხის სინდრომიც კი, ფეხების მოუსვენობა, ფეხების ვერასვენებია. და მეტიც, როცა ადამიანს აქვს მოუსვენარი ფეხების სინდრომი, იქ რკინის შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით თუ ფერიტინი დაბალია 50-დან 75-მდე მიკროგრამ litrზე დიაპაზონში. რკინის დეფიციტი თამაშობს აქ როლს, ვისაც მოუსვენარი ფეხების სინდრომი აქვს და ამიტომ საყურადღებოა. სუფთა რკინის დეფიციტი სისხლდენის გარეშე კაცებში საკმაოდ იშვიათია. ანუ კაცებს თუ რკინა დაბალი აქვთ, ჰემოგლობინი დაბალი აქვთ, ძალიან მაღალი ალბათობით საიდანღაც სისხლი იკარგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გავამახვილოთ ყურადღება, რომ რაღაცა არ გამოგვეპაროს, განსაკუთრებით ცუდი, განსაკუთრებით საყურადღებო. შეიძლება კი არასისხლდენით მიზეზებიც იყოს, მაგრამ ეგ არის 10-დან 20%-მდე, ანუ უმცირესობა, განსაკუთრებით, როცა გამოირიცხება კუჭნაწლავის და შარდსასქესო სისტემის სისხლდენა, კარგად უნდა გამოირიცხოს ესეთ დროს. თუ ფერიტინი ნორმალურია, ყველაზე ხშირი სცენარი აღარ არის სუფთა აბსოლუტური რკინის დეფიციტი, არამედ ფუნქციური რკინის დეფიციტი, ანუ შეიძლება იყოს ანთების ანემია, მაგალითად, სადაც ფერიტინი ნორმალური ან მაღალია, მაგრამ ტრანსფერიტინის გაჯერება დაბალი ეგეთ დროს. შესაბამისად, მაგრამ ეგეთ შემთხვევებიც არის იშვიათი რა. უმეტესად ყველაზე კლასიკური სცენარი არის ქალი მენსტრუაციით კარგავს სისხლს, სისხლთან ერთად იკარგება რკინა, ფერიტინიც დაბალია, ჰემოგლობინიც დაბალია. ეს არის კლასიკური სცენარი. სხვა სცენარები არსებობს, განსაკუთრებით ის, რომ კაცმა და ქალმა უნდა გამოიკლოს საჭმლის მომნელებელი სისტემა, ასაკში თუ ჰემოგლობინი დაბალია, თუ რკინა დაბალია, იმიტომ რომ ხო არ იკარგება. სხვა სცენარები არსებობს, მაგრამ იშვიათია. სხვა სცენარებში ჭირდება იშვიათი და სპეციფიური მიდგომები. როცა რკინა დაბალია, არაშრობით მკურნალობს რკინას, რკინის დეფიციტს, ხო, რკინის სულფატი, ფეროს გლუკონატი ასევე შესაძლებელია, ფეროს ფუმარეით, ესე ქვია, მაგის გამოყენებას, ან სხვა ფორმებია მოკლედ რკინის პრეპარატები, უმეტესად მიიღება დღეში 1 ტაბლეტი, ან ყოველ მეორე დღეს შესაძლებელია. და დაახლოებით 60 გრამი ელემენტარული, 45-დან სადღაც 65 მილიგრამამდე ელემენტარული რკინა უნდა მიიღოს ადამიანს. ეხლა ეს რომ გადავამღეროთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რკინის სულფატის 200 მილიგრამიანი ფორმაა ძირითადად რა, ეს. საშუალოდ ეს ჭირდება ადამიანს. მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია ცარიელ კუჭზე, სასურველია კიდევ უფრო C ვიტამინთან ერთად, C ვიტამინი აუმჯობესებს რკინის შეწოვას ამ ფორცოხლის წვენთან ერთად. მაგრამ ზოგ ადამიანში იწვევს გულისრევას, ტკივილის კუჭის გაღიზიანებას და ეს სიმპტომებს, ამიტომ ესეთ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია რომ მცირე საკვებთან ერთად მიიღოს
როცა რკინის პრეპარატს იღებ, ახლო პერიოდში 2 საათის განმავლობაში მოერიდო ჩაის, ყავას, რძეს, კალციუმის შემცველს, ანტაციდებს 2 საათიანი შუალედ უნდა გააკეთო. რამდენი ხანი უნდა მიიღოს ადამიანმა რკინის პრეპარატები? 3 თვის განმავლობაში უმეტესად, სტანდარტი ეგ არის და მას შემდეგ რაც ფერიტინი ნორმალიზდება ხოლმე, მას შემდეგაც სასურველია რომ მინიმუმ 3 თვე, ანუ ჯამურად ყველაზე მინიმუმი რო ვთქვა 3 თვე ჯამურად და არაჯამურად კიდე სხვა შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში კიდე მეტი ვიდრე 3 თვე იქიდან გამომდინარე ფერიტინი როგორ იქნება უნდა გადავამოწმოთ. ეხლა რამდენად მალე აისახება, როცა რკინის პრეპარატს იღებს ჰემოგლობინზე, უნდა აისახოს 2-4 კვირაში. უნდა გასწორდეს რაღაც ზონაზე ჰემოგლობინი და ფერიტინის დონე 1 თვის თავზე უნდა იყოს, ტენდენცია უნდა იყოს უკეთესობის. თუ ადამიანი ვერ იწოვს რკინას და არ უმჯობესდება, მოკლედ იღებს, მაგრამ არ უმჯობესდება რკინის პრეპარატს, მაგრამ ჰემოგლობინის არის შველა, ფერიტინის არის შველა, ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ არის ცუდი შეწყობა და ასეთ დროს რეკომენდირებულია ხოლმე ინტრავენური რკინის პრეპარატები, ინტრავენურად უსხავენ რკინას. ზოგი ექიმი ნიშნავს ხოლმე კუნთში რკინას, მაგრამ ეს თანამედროვე მედიცინით არ არის საუკეთესო პრაქტიკა, რადგან ბევრი მიზეზები აქვს, ერთი რომ არასტაბილურია ეს რკინის დონა ათვისება კუნთში შეყვანით, მეორე რომ კანში შეიძლება მუქი ლაქები დატოვოს დიდხანს, კანის გაღიზიანება. ამიტომ არ არის მოკლედ უმეტესად რეკომენდირებული რომ რკინა შევიყვანოთ კუნთში, რკინა ვენაში, როცა რკინის გადასხმა მიმდინარეობს, ეგ მიიჩნევა საუკეთესო პრაქტიკა. ახლა თქვათ 5 ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ჩვენს ქართულ რეალობაში რკინის დონეს უმატებს. პირველი არის საქონლის ან ქათმის ღვიძლი. ეს ყველაზე მაღალი შემცველობა აქვს, მოკლედ რკინის, თუ რამით რკინის მიღება გინდა, კვირაში ერთხელ 100 გრამი დაახლოებით რომ მიიღო კვირაში ერთხელ. როგორც წესი, ადამიანისთვის საკმარისია პრევენციულად. ასევე საქონლის ხორცი კვირაში ერთხელ ან ორჯერ 100-დან 150 გრამამდე რომ მიიღო, კვირაში ორჯერ სასურველია. ლობიო ოსპი მუხუდო შესაძლებელია, ერთი ჭიქა კვირაში 4-დან 6 ჯერ შეიძლება მიიღოს ადამიანმა და ტუნა, ანუ თევზები რომ არის ტუნა, კვირაში 2 ჯერ ან 3 ჯერ შესაძლებელია. და ასევე თხილეული. ქეშიუფის და გოგრის თესლი ესენი შეიცავს რკინას. 25-დან 30 გრამამდე მიიღოს ადამიანმა დღეში. კვირაში რამდენიმე დღე. ახლა აქ პრობლემა არის ხოლმე მცენარეული რკინის მიღება ძალიან ცოტა შეიწოვება. იმდენ ცოტა შეიწოვება, რომ რაღაცა ვერ ვიტყვით, რომ რაღაც არსებით რკინას ვიღებთ მცენარეებისგან. ყველაზე მაგარი მაინც ხორცია, ხორცი, ანუ ღვიძლი, ხორცი, თევზი. აი ესენი რითიც შეიძლება მიიღო ქართულ რეალობაში. მოლუსკები და რაღაცეებიც აქვს კიდე ზღვის პროდუქტები, მაგრამ ნუ ხა ეგ ყოველდღე ჩვენი რეალობისთვის ნაკლებად. მცენარეული რკინა ყოველთვის უნდა მიიღო C-ვიტამინთან ერთად. C-ვიტამინთან ერთად ლიმონი, კივი, პორტოხალი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, გამწვანილი. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ მოხდეს მცენარეული რკინის შეწოვა, თორე ისე ცოტაა ძალიან მცენარეული რკინა და თუ მაგეების გარშემო მიიღებ კიდე მით უმეტეს ძალიან ცოტა შეიწოვება და ჩაი, ყავა, რძე, კალციუმიანი პროდუქტები უნდა მოარიდო 1-დან 2 საათამდე, ეგ არის რეკომენდაცია, როცა რკინის შემცველ საკვებს იღებ. და აქ ერთ ნიუანსს დავაზუსტებდი, ეს ეხება ღვიძლს. ღვიძლი ორსულობაში არ არის რეკომენდირებული, მაშინაც კი როცა რკინა დაბალია და თანაკვეთა ხშირია ხოლმე, რომ ორსულს შეიძლება ქონდეს რკინის დეფიციტი და ხო არ მიიღოს ღვიძლი არ შეიძლება, რადგან ღვიძლი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს. A ვიტამინმა შეიძლება გამოიწვიოს დეფექტები ბავშვის განვითარების. ამიტომ ღვიძლის მიღება ორსულებში არ შეიძლება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ რკინის პრეპარატები ინიშნება ხოლმე ორსულობაში. ხო. და თუ ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჰემოგლობინი და ფერიტინი დაბალია, მხოლოდ ეს მენიუები ზოგჯერ არ არის საკმარისი და აუცილებელია სისხლდენის წყაროს ძებნა პერორალურად, ანუ რკინის პრეპარატების მიღება, ან ვენაში რკინის გადასხმა. გამომდინარე იქიდან რა მდგომარეობა აქვს ადამიანს, მაგრამ მიზეზი ყველა შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ანუ არ უნდა მიიყურისძირო თუ დაბალი ჰემოგლობინი გაქვს და განსაკუთრებით თუ ქალი არ ხარ. თუ ქალი ხარ და მენსტრუალურ პერიოდში ხარ, რეპროდუქციულ პერიოდში 40-45 წლამდე დაბალი ჰემოგლობინია, ეს როგორც წესი არის მენსტრუაციის გამო. მაგრამ მასაც ჭირდება ყურადღება და მასაც ჭირდება მკურნალობა. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ
თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.